დღეს სემექსში იმყოფებოდნენ ელექტროსისტემის წარმომადგენლები და სწორედ მათგან გავიგეთ, რომ ჯერჯერობით დავით ვარდიაშვილთან, რომელიც ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებენ, მათ კომუნიკაცია არ ჰქონიათ და არ შეხვედრიან, ანუ დავით ვარდიაშვილი არ გასცნობია იმ თანამშრომლებს, რომელიც დიდი ჩაბნელების შემდეგ სახელმწიფო ელექტროსისტემის ინტერესებს იცავენ სწორედ სემექსში და ისინი არიან მოპასუხე მხარე. დღეს გავიგეთ ასევე ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დოკუმენტაცია აქვს გამოთხოვილი, მათ შორის სემეკიდან, თუმცა ჯერჯერობით დავით ნარმანიას თანამშრომლები და არც თავად ნარმანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გამოუკითხავს, მხოლოდ და მხოლოდ მათგან მიიღეს დოკუმენტაცია. სისტემამ ვერ იმუშავა გამართლებას. გამართლები დავაფიქსირეთ, აზრი ბოლომდე დასრულებული თქვენ. ვარდიაშვილზე მიხარით, ახლა ის მუშაობს უკვე. არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში. თქვენ ვერ ნახეთ სამსახურში მოსული? ბავშვი არ დაბადებულაო და აბრამს არ ქმნებდნენო, ესეთი კარგი ქართული გამოთქვა გვაქვს და ეს გამახსენდა აბრამიშვილის კომენტარზე, ჯერ რასკმა არ დაგვიდია და საინტერესოა რანაირად შეაფასა ბატონმა აბრამიშვილმა ჩემი დასკვნა ტენდენციური იყო თუ არა. თქვენთვის მომინდია ელექტროსისტემის წარმომადგენლები ახაც გითხრებს, რომ უნარობას უგვაბრალებთ წინს. ყველა უწყებაში დასაქმებული ადამიანი მასთან დაკავშირებულ საკითხებზე რა თქმა უნდა რეაგირებს, ყველა ესეა და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ადამიანების როლებიც რა თქმა უნდა დღე-დღე მუშაობენ. სენსიტიურები არიან გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, შეფასებას და ეს არ არის ნამდვილად. არ ვიცი, მე არ მაქვს ინფორმაცია ელექტროსისტემის ხელმძღვანელი არ ათანხმებს მარეგულირებელ კომისიასთან თავის პერსონალურ გადაწყვეტილებას შვებულებასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად თუ იყო თქვენთან კომუნიკაცია და სულში თუ დაგიბარეს თქვენ ან რომელიმე თქვენი თანამშრომელი კვლევის ავტორები გამოკითხავს. ჩვენ თანამშრომლობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აღნიშნული კვლევის ფარგლებში გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და საჭირო დოკუმენტაციას უგზავნით თუ იყო პირისპირ შეხვედრები და მაგალითად გამოკითხვა როგორ სხვა დანარჩენ საკითხებზე არ მაქვს უფლება. გამოკითხვაზე იყავით თუ არა თქვენი თანამშრომლები? რადგან ჩაბნელდა ქვეყანა 24 და 25 ივლისს. ამის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს ცალკე სემეკი და ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სემეკში პირველადი მოკვლევის შემდეგ თქვეს, რომ 24-ში, როდესაც ჩაბნელდა ქვეყანა, ამ შემთხვევაში ავარია მოხდა ელექტროგადამცემ ხაზ გეგუთზე. 25-ში ავარიის პირველ წყარო იყო ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთზე მომხდარი ავარია. შემდეგ უკვე დაცვის მექანიზმებმა ვერ იმუშავა და ამას მოჰყვა საყოველთაო ჩაბნელება. უნდა ემუშავა დაცვის სისტემას და რა შეეძლოთ, რომ წინსწრებად გაეკეთებინათ პრევენციისთვის, სწორედ ამას იკვლევს ახლა სემეკიც და უსაფრთხოების სამსახურიც.